ეს არის თავი. შენ თარეკია? აი, ცოტა. ეხლა ვართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მივემგზავრებით ჯერ სტამბოლში. სტამბოლში ვიქნებით 2 საათი. და იქიდან მე მივფრინავ დუბლინში, ირლანდიაში. სერიოზულ საქმეზე. ჯეიმსონთან ერთად. რაღაცა ტავარი გვინდა წამოვიღო. ჩვენთან მაგ ერთი თხოვნა. გახსოვს ჩვენთან გადაცემა სტუმარი რო იყო და რომ მოყვარო ჯანელიძეებიო ირლანდიიდან არიან. ჩემი ინფორმაცია. შენ გავალებ ვინმე ჩემნაირი კაცი თუ დაინახე იქ, მიდი და გამოელაპარაკე. გადაღებებზე პაუზა რო გვექნება, თავისუფალი დროც გვაქვს მე რა, ეს წავა ნათესავებში. მე და შენ წავიდეთ ჯანელ სასაფლაოზე. სასაფლაოზე ვინმე ჯანელიძე. აშენებულები ვართ, შენც და მეც. ხო შენც ხო წამოხვალ. კი, აუცილებლად. ჩვენ არ მოვდივართ. რა არის იქო? ეს არის კროქსები. დიდი ხანი მოგვიწევს მგზავრობა და ფეხი ესე მშვიდად და წნარად და ლამაზად იქნება. მეც მაქვს კროქსები წამოგებული და კი არ ჩავვიცი. რა დებია. მეჩინგები. ოპა. ოპ. ცარი სანამ ტემუს გააფუჭებდნენ. მანამდე არის გამოწერილი რა. იცი რა, მილანი მოიარა. უკვე. კიდე სადღაც იყო და მშვენივრად გაუმკლავდა იმას. ნახოთ ეხლა რა გამოვა დიდ მანძილზე. ბუმული არ დავტოვოთ ვიდეოს ქვეშ სად იყიდება. ჩემთან მეორადები. ზო, წადი. ჯეიმსონ მივიდა ბიზნეს კლასში, დავაი, წავიდა. მიდი, ჩარა. უთხარი რომ ჩვენ გას. ისა. ის დაბნეული ბიჭი წავიდა. აი ჩვენ შევხედავ. ჯანე, ერთი ჯანე ყურადღება. სად მიდიხარ? ვაიმე, ვაფშე აზია. ეს მაღალი არ დაგვეკარგოს. ირლანდიაში კი არა. სტამბოლში არ დაგვეკარგოს. აი, ისინი ჩვენთან აღარ არიან. გამოდიხარ არ ხცემონ ახლა. всё, მიდი, ესენ ჩვენთან აღარ არიან, ცუდად არ გამიგონ. წამ. რთულია TikTok-ი. ძალიან რთული ყოფილა. მე TikTok-ი ხომ აიმუნობა მეგონა. TikTok-ი ყოფილა, ეს არის მithავს მუსიკას, ცეკვას, სახის მიმიკას, ყველაფერს ერთად. TikTok-ი ყოფილა, არა მგონია რომ ლაბაძის გარდა რომელიმე მგაკაჭოს. საშენო არ არის. არა, უფრო. შენ უფრო. მე უფრო. თემუ. მე უფრო თემუ. ჯანა, TikTok-ი არის საშენო. მერთმა ნუ მიმიყვანოს მაგდრე ნუ გამითენოს მე რომ მე TikTok-ი დამჭი. ბიჭო TikTok-ი ძნელი ყოფილა. ჩემი არ არის. ჩემი უფრო Word-ი და Excel. TikTok-ი, აი როგორც მეგონა რომ ნიგოზეთიდან ვიყავი, არა TikTok-იდან ვარ. გამაშვილეს და ნიგოზი მიაგდეს ნიგოზეთში ერთ გლეხის ოჯახში მიმაგდეს, თორე TikTok-იდან ვარ მე რა. ტესტები TikTok-ში ვარ. ეხლა გამცინებთ, მაგრამ მეგონა ჩვენი სასტუმროდან ფეხით 10 წუთში არის ირლანდიაში ერთ-ერთი დუბლინში ყველაზე ცნობილი სათევზაო მაღაზია. გამოიკვლიე? კი, კაცო. უნდა მივიდე და შევიძინო რაღაცეები. ასევე გამოვიკვლიე გაგეცინებათ და ძალიან მაგარი რაღაცეები იყო. აუ მოვა. გამოვიკვლიე რომ დუბლინში თუ ნაპირიდან ზღვაში თევზაობ ლიცენზია არ გინდა. თუ ტბაში, მაშინ უნდა გაარკვიო ხო არ არის კერძო ტბა. მაგრამ ჩვენ მე მგონი არ გვაქვს იმის დრო რომ ვითევზაო, ხო ძალიან გინდა. ანუ ანკესი არ წამოდის. არა, ხო გითხარი სათევზაო მაღაზია არის ძალიან ახლოს. ციგნი რა გაქვს ჯანო წამოღებული? ციგნი ესე თაროში ხელი შევყავი და რაც გამომუყვა ის წამოვიდა. აღმოჩნდა
ნობელიანტების ლექციებია 2001-დან 10-მდე, ვისაც აქვს აღებული ლიტერატურა. ეს ისეთი ის არის ვიზიტი, რომ ის მომიწევს პერიოდულად სმა. ამიტომ არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ამის საკითხს. ვერ შემოვდივარ. ის მომპარეს კისრის ბალიში. იყიდე ახალი 39 евро ღირს. ხო. საათი ვართ გზაში და ჩამოვედით. და ჩამო. გზაში ვარ 12 საათი. თბილისში აეროპორტიდან. თბილისის აეროპორტიდან. კი. დიღმიდან 13 საათი. დამხნელ ყვავილები გააკეთეს, რაღაც რა და უცებდი ხარ გავეხარებინე. იქ მაყალი დაანთეს სამწალსა გიზგიზებენ ახლა ცოტახანში. სიგარეტი კი ახალია, მაგრამ წოდის არის. ეს რა არის? ეს არის milkshake. ირლანდიური. საერთაშორისო. არა. აბა ისე უყურებ მოგწონს ხო? ხარი და ეს გოგოს ყავა არის რაღაცნაირი. არა. ეგ ბლა, კიდე სადარი? sausage ბლა. რა იქნება ბლა? ბლა ბლა ბლა. ანუ ირლანდიელს თუ ეგ უნები ბლა ბლა ბლა, ესე იგი საუზმე. ხო, ვისწავლოთ ირლანდიურს. პატარ-პატარა მაღაზიები, ოღონ როგორ ვიცი, ეკო მეგობრული, ნახშირ ნეიტრალური. უგლუტენო და ესე. იყავი უგლუტენო მაღაზიაში? არ შევედი. ისე ნახე? არა, დავინახე. აი, მე უნდა მივიდი აქ. რორის fishing tackle. შევიკრიფეთ ყველა და ვის ველოდებით თუ გამოიცნობს ხალხი. შვინდილას. დათოს, რომელიც შვინდილდება. მას შემდეგ რაც დათო შხაპს მიიღებს. დედიშობილავე წვევა ლოგიში და შვინდილდება. შვინდილის პროცესი გრძელდება 15-დან 60 წუთამდე. პირველი ჯამა გვაქვს დუბლინში. ჩვენი სასტუმროდან სულ რაღაც 100 მეტრში ალბათ ყოფილა ყველაზე კარგი საბურგერე, ცნობილი თავისი გემრიელი ბურგერებით. მოვედით, შევუკვეთეთ დუბლინური ბურგერი, რა თქმა უნდა. მოგვიტანეს შესანიშნავი ხედით. შეხედავ გესიამოვნება, შეჭამ დიდი ვერაფერი. შემდეგზე თუ მოხვალ სტეიკებზე ვაპირებთ ხვალ წასვლას. მოგახსენეთ ჩემს. და ირაკლი მოვიდეთ ბატკნის ბურგერი. უბრალოდ აი არსად არ შემხედია და ვერ გავმაზავდი რა. შემოვედით დუბლინის ყველაზე ცნობილ საბურგერეში და მე და დათო მავიღეთ მაროკოული ბურგერი. არც მაროკო არ გამორჩა ბურგერები, რო ანუ ეხა რო იცოდეს მაყურებელმა მაროკოში რომ მოვხდეთ დუბლინური გვაკასახეთ რო ეს დავაბალანს მე რო აქ საკაბაბე გამახსნევია კიდე დავხურა ვაკაბაბიჭო კაბაბი რო დავაგდო აქ კითხე იცეხან მიმტანს რომ კაბაბი ხო არა გზრდილობია თვალე გაუფართო იცის რომ კაბაბი თუ შემოვა ამ ბიზნესს დაეწმე მე მივიდე ჩიზბურგერი მომეწონა იმის კვალობაზე რომ დიდი აზრი არ აქვს ჩემს ბურგერის წინ რა ასოების კომბინაციები რო გავალ დათოს დააკვირდი ისე ჩუმად რა აი აქ პატარა სისხლის კვალი ბურგერი რომ მოიტანეს ჭირი ხო იყო ქართული და ვერ მოძებნა და გაიყარა
აი წმინავს. დათო. რა გჭირს? რა გჭირს? ბურგერის ჭხირი შემერჩო. აი ჭამის დროს თუ ტრამვას მივიღებდი, არანაირად არ მეგონა. მეგობრებო, მე ვარ გიგი ქათამაძე, გიგი ონდეროუდი და ზოგადად ძალიან მიყვარს ჩელენჯები და ეხლა გადავწყვიტე, რომ კაცები დავაჩელენჯო და მე კი აღარ გავაკეთო ეს ჩელენჯები უკვე. კაცებმა გავაკეთონ და იბრძოლონ 5000 ლარისთვის. იმიტომ რომ ერთ-ერთი აქედან მოიგებს 5000 ლარს და ცოტა საინტერესოა, იმიტომ რომ ცოტა ფინალში უკვე გავასერიოზულებ. აქ ღლიცინი კია, მაგრამ მეც ღლიცინებ, მაგრამ სერიოზული ვარ ხალხი. ჩელენჯი აბა. ჩავატარეთ რა. დათო მიხედა ყველაფერს. ქულებიც თავისას მეტყველებს რა. ორი ქულა დათოს არ მინდა ეხლა მეგობრები ვართ, მეგობრები, ძმაკაცები და არ მინდა ეხლა მეორე გუნდზე ლაპარაკი. ოკეი. გემრიელში ჩისკეიკ. ვაუ. ეხლა გვაქვს ჩელენჯი, იკო და გიგი ეჯიბრებიან ერთმანეთს ჯეიმსონის კოქტეილის გაკეთებაში. 30 წამის განმავლობაში ვინ უფრო ბევრს გააკეთებს, ბარმენი აჩვენებს ეხლა როგორ გეკეთება და მე უნდა გაიმეორა. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭი ჯობია. Okay, so this is our biggest selling drink, okay? Easy, Jameson Ginger Lime. In a busy day, we make about 3,000. 3000. A day. I'm going to show you how to make one. You have to make as many as you can in 30 seconds. If you win, you get a job. Okay. If not, done. Okay, so simple rules we have. Full glass of ice. Jameson, 35ml. Just ginger ale, Coke, 7-Up, lemonade, whatever you want. Close to the top. Then our lime. Squeeze. Drop. That's it. Easy. Easy. Hot magic. Now. ერთი მომარც 30 წამში? Okay. რამდენი გავიდა? არ ვინიშნა. მივარდა. ეს რა? ეს I think my job is safe. Okay. Listen, You still won. I still I won. mean, you still won. Quality. Quality over quantity. Enjoy, guys. And if you need more ginger ale, Nice. nice. He wanted with that. Oh, just ginger ale. Perfect. It is true. Okay, that's extra points. Spotless. Spotless. Cheers. Cheers.
მე ალექსანდრე ცაგურია ვარ, ჯეიმსონის ბრენდ ამბასადორი საქართველოში და მოდი ერთად ნახოთ ვინ უფრო სწრაფად გააკეთებს ჯეიმსონის კოქტეილებს ბარში. მოდი ერთად გავაკეთოთ ეხლა 5 წელი. ვისწავლა ატამში. ძალიან ცუდია. Here in Dublin for a drink called Bow Street. So first thing you probably get in here is the smell. It smells so nice. As whiskey ages, it actually evaporates a little bit. So we use about 2% here, and that is. თევზი დამიჭერია, ბაღი დამიჭერია, ვისკი და ვიჭირებ Here's the jug. There you go. აჰა. ბუჩკი. აჰა, всё. And that means that is a phrase that constant point over вообще არა ვითარება დღეს საღამოს. გადაღება არის 5 წუთში. ფეხზე ხარ მარტო შენ. სამი კაცი, სადა აქ ხო არ არის და სად არის ისიც და უდგენელი. კაბაძე არის ერთ ნომერში ვარ და ეძინა და არ გავაღვიძე. მაღვიძარა და იყენა და ნახოთ აბა. ოჩახ გიორგი. მე კიდე ბევრჯერ გაგაკვირვებ, ხო? საღამოს საჭმელები და ძალიან მრავალფეროვანი მენიუ იყო. თევზი და ლობიო მოიტანეს, რაც ძალიან საშიშია. გემრიელი, მაგრამ საშიში. მე ვინმეცად ვიყოდი ფეთქებადი. ძროხის კონს რო შეჭამდა შემდეგ დააყოლებ, მაშინ ნეიტრალდება. მარტო სალსაკე. არა, სასურველი. მაინც არ გავისკე. მოიტანეს შემწვარი ღორის ხორცი, ოღონდ ქონი. ირლანდიაში როგორც იქნა ხორცი გვაჭამეს. ორის ქონი მოიტანეს და ამ სტეიკმა პირველი ადგილი. ორი სახელოვანი მამლუქი დაეცა რა. იკო და ლაბაძე ვერ გაუძლეს უძილობას, უსამშობლობას. ვერ გაუძლეს და დაეცი. ხვალ იმედია ფორმაში იქნებიან, მივდივართ სხვა ქალაქში. გადავდივართ კორკში, სადაც არის ჯეიმსონის დისტილერია, საიდანაც მარაგდება მთელი მსოფლიოში საუკეთესო ირლანდიური ვისკი და დავათვალიერებთ და დავაგებუნოთ უკვე იქაურ ტრადიციულ სამზარეულოს. იგო თევზი და ლობიო შენთვის როგორ ფიქრობ აი ამ გარის და ცირა ამათმა იკითხონ თორე მე დასაკარგი არაფერი არ დათო აბა დღევანდელი საღამოს საჭმელზე რას კმაყოფილი ვარ მორის ხო ძალიან სასწაულად შემწარი სტეიკი სუპერ ერთ-ერთი რაც მიწვი მამწარებს არის ეს წვანე თებზი რომელსაც იკوارელევა ხო მეუბნები გავატანა და არა უნდა შევჭამოთ რაღაც აქამდე მოდის სუნი და ხანდახან ცხვირი გამეცევა ფაცო ანუ
მარტო ის კი არა გამოცანა, რომ თვითონ გამოიყოროს. სხვა მარ უნდა ჭამო. მარტო მე ვჭამორე, შენ ეს არის ჭამო. მოდი ერთი სიტყვით დაახასიათე გუშინდელი. ერთი სიტყვი? გუშინდელი დღე. საკაიფო დღე. არა, უფრო როგორ იცი? ღრმა, გრძელი. არა, მე მაქვს ერთი სიტყვა. აბა, დახუნძლული. კარგი სიტყვა. დახუნძლული. გრძელი და დახუნძლული, ესე ორი. გაიცანით? გოგიტა. ყვავი გოგიტა. მორიდებული არ უყარს დამაჩენება. ბიჭო, ძალიან საყვარელი ქალაქია, პატარა, კუსკუსელა. ლამაზი და კაი ამინდი დაგვემთხვა. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაკავებულია მოქალაქე ჟნ at the world's most awarded international distillery, Middleton Distillery. It all began back in 18. რანაირი ჯვარი უთხრა თუცნარი. Up here to show you, if you do a bit of a 360-degree view, you can see most of the oldest buildings that were built here. დევანიშნა რომ უცნობი რა ინდია. So that would be generally the mash bill that we use. So these two grains would have been brought down here. They would have been crushed between these millstones you can see in each corner of the room here. So your yeast will break down the sugar. You have the reproduction of yeast cells. After 4 days, about 80 hours of this reproduction of cells. You have too many cells, you have too little food. So chacha, making chacha, making raki, things like that. You know, it's all the same style. Not you see this. Not the size, the small little pots. Yeah. You can see both styles of distillation that I just showed you. On the left-hand side here, those are where our pots are kept today, our alembics, Hyper Distillery. All right. As you can see here, lots of signs on there. This is the reason for your high-vis jackets. ეხლა ვარ მიკრო დისტილერიაში, ანუ პატარავეს რაც აქვს და ერთი ციცკნა გაუკეთებ. ბიჭო, ერთი ორი ჭიქა ისმა. So guys, მე ვუხდები ირლანდიას რა. ხო, კილასა. აქ ვერ ნახე, მაგრამ ქუთაისელებს უყვანდნენ ამ ქალაქში ვნახე. ეს არის ირლანდიის ქუთაისი, სადაც ეხლა ვარ. ხო, მეორე ქალაქია ქორკი. ძალიან საინტერესო გულ მართლა ბევრი რა. we use two types of oak. Okay? We use American oak and we use European oak. And on nearly 160 distilleries in Scotland. Starting only on the land. That's it. Scott was able to 51. This one, 3. So this is now ლაბადეს ნუ მოწევა და არა წევინე. ჯერ იქა შემოსასვლელში, ნუ იქ არაო. მე რო შეიყვანეს სადაც ვისკი დუხს და ჰაერშიც კი სპირტია. იქ იკითხა ხო არ მოუწევა.
ეხლა არ თქმა მოწყება. აკადემია. შენ რატო წდება? მე არ წდება მომას. შენი პრობლემაა როგორ წდება? შენ ხარ რაღაცა გატუტუს. ეს როგორ უნდა ქრაისი თურმე გავარკვე ეს წვირი უნდა ჩაყო პირი გააღო და პირი შეისუნდა აი და მთელი რაც არის ყველაფერი გროვდება ფილტრში Victory, Ireland and victory to Georgia. გაუმარჯოს. Cheers. და ერთი წამი არ ვიშლები. We are not stopping. რატო გაერიდე ჯანო? მოხერხული სიტუაცია იყო. ლაბაძე ასწავლის ირლანდიელს სმას. რა არის რა წესია ბიჭო? სვამ არ სვამ. მომაწევია მაინც შუა ქუჩაში. რა ვიცი. სად მივდივარ? ყველაზე ძველ შენობაში რაც არის ამ ისტორიაში. მაშარი მოგარი ამათრიკო No? აჰა Thomas Instagrams. Very fresh. ესე იგი ციტრუსი მწვანე ვაშლი და ამერიკული მუხა ამერიკული მუხა თორსები კენტუკი უნდა იყოს. ნახე ამაში. ეხლა შეგიძლიათ გააგზავნოთ ექსკურსია მენუ და მელოდებით. 43 different blends, and it's one of the most collectible Irish whiskies on the planet. This entitled in 2004, and it features some of the original barrels from 1984. Okay, so it's a very, very important Irish whiskey. But this little script in here, Barry Crockett hand wrote 400 letters. There's a letter in each box to tell you what you have in your hands. ყველაფერს ხარისხიან სჭირდება ბევრი შრომა. დისციპლინა, სისუფთავე და ნებისყოფა. 200 წლის მანძილზე გამოუმუშავებია. ორი კარგი კოქტეილი ვისწავლე. რა და რა? ერთი ისა გოგლი მოგლი ვისკით როგორც მე ვეძახი. ტიპტო გოგლი მოგლი არ არის, ათხრობილი კვერცხის გულია ვისკით და ცილა ხო ვისკით და მეორე ის old style fashion-ი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. ეგეც კარგად გამომდის, ოღონდ მე პატარა ცვლილება შევიტანე და 50-ის მაგურად 75 გრამ ვისკს უშვები და ეგზე უფრო კარგი გამოდის. სხვათა შორის დავეთანხმები კი ბატონო. მეტი რა უნდა გამეკეთებია ერთი. ფინალში გავედი, ორი კოქტეილი ვისწავლე და ვისკის წარმოება ავითვისე. ეხა მე შენია გზაში არ მომიტაცონ, ესეთი ძვირფასი კადრი რომ მივდივარ საქართველოს. იმდენი ცოდნა გამოვიტანე. და კიდე რა გამოვიტანე გეტყვი, დათომ რომ თავის საქაბებეში პატარა ტური მოხოდოს. აი სად ფარში კეთდება, სად მე როგორ ავარგებენ. 1800 რომელიღაც წელს ვინ ცხოვრობდა იქ. პირველი ლაბაძეები. მე რამდენი ცოდნა. ოღონდ ლაბაძეს და როგორ არის ის შენობა, აქ ხო სუპერპროპორციული, იქ აქეთ ის არის გასაღები, იქი დასაკაკუნებელი ეს. აი თბილისში და საქართველოში არის რა დიღომში ყველაზე კაი ვისკის გავაკეთე. ძალიან კაია, ორღადა. იმენა. განჩებს ოდებით. სანდრო. ნახე რა მაგარი სურათი. ჯანელა. ჯანელა ოწერია. მომეცით ყველამ მე. ვა, დაკაბა. მადლობა ძალიან დიდი. ამათაც ამ დისტილერიმ დააფასა რა ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. მოდი, ფარა-ფარა. გამოუშვა ნახე სპეციალური მათარები. ლაბაძე edition. ლაბაძე edition, ნახე. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა ამას არავინ არ იყიდის, მაგრამ მაინც ხო გიხარ. რატო ისა? შენი ზვიშვილი. მეცადე ეს მიყიდე ძვირა. ექსკურსია იყო შთამბეჭდავი სასიამოვნო მაღალ დონეზე ორგანიზებული და რამდენიმე მხრიდან საინტერესო.
ჩვენც მონაწილეები ვიქცეოდით ორგანიზებულად და ცალკე რაბაძე შეიძლება დაამახსოვრდეთ, მაგრამ ზოგადად დელეგაცია სოლიდურად გამოვიყურებთ. ეხლა ჩამოვედით ქორქიდან. ქორქი არის ზომით მეორე ქალაქი ირლანდიაში და აქედან არიან წარმოშობით ქორქიები. უბრალოდ აქედან კი არ არიან წარმოშობით. მოგავეცანით ისტორიას. ქორქიები ჩამოვიდნენ და დააარსეს ქორქი ქალაქ ააშენეს და ამშვენეს და მერე წავიდა. თამაშობდნენ თბილისის წინამაში კალათბურთს. ნახეთ ძველად პირველ ყოფილი ადამიანი როგორ ამზადებდა ვისკის ფაქტიურად ესეთი რაღაც. მოგეწონა თუ არა? ძალიან მოგეწონა. კორკი მომეწონა მაგალითად. ვისწავლეთ ვისკის გაკეთება, ვისწავლეთ ვისკით კოქტეილების გაკეთება და რა თქმა უნდა ლანჩის დროს მე ისევ იღბალიანი გამოვდექი რა ჭკვიანი. ძალიან გემრიელი რაღაცები ვჭამ. ძალიან პატივცემული კაცი მოგაბარეს ფეხით ორი უნდა ჩაგვიტაროს და პირველი გაჩერება აქ არის. Hey guys, so welcome to Dublin. If anybody is having difficulty understanding me, just let me know. ესე იგი, ჩვენი ირლანდიელი მეგობარი გვიწვება, რომ ქალაქის ტურს გიკეთებთ და მიდივართ ტემპლ ბარი ქვია. ბარი არის, მაგრამ უბრალოდ საცეკვია. That's absolutely not true. The reason the area is called Temple Bar is because it's after the man named Sir Richard Temple. This bridge is called the Halfpenny Bridge, or the Halfpenny Bridge. Make sure the laws of the King of England were applied in this bridge. And this building across here is the university. This is გაიხედეთ მარჯვნივ. ჩვენ ხედავთ სამების უნივერსიტეტი, ტრინიტი უნივერსიტეტს, რომელიც ოქსფორდი არანთლად არც კემბრიჯი და მერე ეს. უკან არის ბანკის შენობა, რომელიც ყოფილი პარლამენტის შენობა. და რაღაც პერიოდი სანამ ბრიტანეთისგან გამოყოფა უნდათ, პოლიტიკური პროცესების დიდი ნაწილი აქ წარიმართებოდა ხოლმე. შესაბამისად რეპრესიებიც. ანუ ეს ვოლკტური შენ აითვისე ხუთიანს. ქართულად ესაკეთებს ახლა. რაღაცა ის გააკეთა იმდმე წარმე და ეხება თვალ. მე უვიზო თუ გვექნებოდეს მე ამათგან მინდა რომ ტურები მოვხუნდო. ეხა გქონდა კარგი ნაწილი იყო და ჩვენი ტრიპის ქალაქის გიდი ყავდა, მოკლედ რომელმაც ქალაქი შემოგვატარა ძირითადი ნაწილი და ქალაქის ისტორია დაარსებიდან დღემდე ძირითადი მომენტები მოგვიყვა და ძალიან საინტერესო იყო სხვა შორის, იმიტომ რომ ესე კი მანამდე ვიბოდიალეთ ცალკე, მაგრამ რა იყო ეხა ეს და კარგია ეს. დღეს გვაქვს ბოლო დღე მორჩა ექსკურსიები, პროფესიული ექსკურსიები ისე ვთქვა და დღეს დუბლინის ბარები მოგვატარეს. ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ მე უკეთავ კარგ რაღაცებს. ძალიან გემრიელი ქათმის ფრთები მომიტანეს იმდენი, რომ მე ხო ვჭამე. სამნაირი. შენ ხო ჭამე. მაღალმა დათომ ჭამა დიმამ. და კაკაბამ წაიღო და დაგვრჩა. ხო. ქათმის ფრთები მივირთვი. ყველაფერი მივირთვი და არ ვიცი, ყველაფერი გემრიელი იყო. კი. მიდიები იყო ძალიან გემრიელი. კრევეტები იყო ძალიან გემრიელი. ქათმის ფრთები იყო ძალიან გემრიელი. მეორე ქათმის ფრთები რო გადმოვაწოდე, ისიც ძალიან გემრიელი იყო. Free. არდა ფრიკაი. აი იყო, მაგრამ ფრია ეხა, ფრიზე ეხა ხო არა. ამხილა კამერიან კაცი, ფრიზე ხო არ მოვაცდე. ხაჯი უნდა იყო, რომ ფრიკაი იყო. სხვა რამე სხვა. ღვინო იყო. აი, ჩილეს ღვინო. This way?
აი ასე დასრულდა ამბავი ირლანდიისა. უბრალოდ სრულდება. ჩვენი მოგზაურობის შეჯამებაზე მინდა ვთქვა, რომ თავიდან რომ მოფრინავდით. რაღაც მეგონა რომ ძალიან ცოტა ხმით მოვდივართ რა, ძალიან ცოტა ხანია, 3 დღე მთლიანად. იმდენი რამე გავაკეთეთ, რომ ეხლა მგონია რომ ერთი კვირაა უკვე აქავა, ასე რომ ძალიან პროდუქტიული, სასიამოვნო და დადებითი ემოციებით ახსავსე უბრუნდების სამშობლოს. რა ხდება? ჩვენს მეგობრებს ზურგი ატკივდათ და გიორგი როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ლიდერი ეხმარება რომ მოირჩინოს ტკივილი. ამ ხალხმა. აი აშკარად რაღაცა აშკარად კარგი შედეგები აქვს. მიმართეთ სპეციალისტ. ოქროს ხელები, აი მართლა დაუკოცხლე რა. რო დაგიკოცხლე. სენსეი. ამის მერე გიორგის დაუძახეს სენსეი. არა. ჩამოვედით. ვახ, რაც არ უნდა კაი ადგილზე იყო, მაინც აქ გირჩევნია რა. ჩამოხვალ და სხვა კარგ ადგილზე მიგიწევს გული. აი ეს არის აეროპორტის ამოუხსნელი ფენომენი. მაგრამ კარგია რომ ჩამოვედით, კარგია, მინდი დაგვხდა და ბევრი მოგონებები. ეხლა ვახოიებ ნახა 105 საათი ვიყავით მოწყვეტილი სამშობლოს. მადლობა ჯეიმსონს, რომ ესეთი ლამაზი ტრიპი მოვიწყოთ. დიდი მადლობა ჯეიმსონს და რა ვიცი, რაც უფრო მეტგან წაგვიყვანს, მაგის სახელი და მაგის დიდება. ამინ. როგორი დაუვიწყარია? ჩემ მთელი გზა ვცდილობდი რომ დამევიწყო და ვერ ვივიწყე. აი მაიხა მინდა დავიწყო არა? აი რაღაცები იყიდა იქ. სულ 4 დღე გრძელდებოდა ჩვენი ყოფნა ირლანდიაში, რაც არ არის ბევრად ნაკლები ვიდრე ბრაზილიის და გერმანიის ყოფნა მსოფლიო ჩემპიონატი. ამიტომ არაფერი უკმაყოფილების საბაბი არ იყო. დიდი მადლობა დიმოს. ჯერ ვერ გვანალიზებ ყველაფერს, მაგრამ იმდენი ფოტო მაქვს გადაღებული, რომ იაპონელი ტურისტივით ჩამოვუყვები და მთელ ემოციებს აღვიძე.